რა ხდება ძმაო, მანქანა კართან დგას, ჩანთაც მოგიმზადებია. რამდენიმე დღე აქ არ ვიქნები ვეფა. ჩემი არ ყოფნისას აქაურობას შენ გაბარებ. სად მიდიხარ? საქმე მაქვს. რა საქმე? გასაგებია. ნუ წუხარ, აქაურობაზე მე ვიზრუნებ. ძმაო, გისმენდაო. მერთმა რაღაც უნდა გითხრას. გისმენ. გულენდამსაც იგივე ვუთხარი. თქვენ საქმეში ჩავერიე და ისეთი რამ მოვიმოქმედე, რაც ჩემი საქმე არ იყო. რა გააკეთე? ხედავდი როგორ განიცდიდით. მე ხომ იურისტი ვარ. სხვადასხვა საქმის მასალებს გავეცანი. დევაჰანიმის მამას წლების წინ სარჩელი აღუძრავს. მოკლედ რომ გითხრათ, ინფორმაცია მოვიძიე და დევას ადგილსამყოფელი გავარკვიე. სოფელი ენიჯე, ნომერი 6. ერთი წუთით ვერაფერი გავიგე, ძმაო. ამდენი ხანი დევას ადგილსამყოფელის შესახებ იცოდი? გმადლობ, რომ ეცადე. წამოდი. ძმაო, მაინც უნდა გკითხო. თუ მისამართი იცოდი, აქამდე რატომ არ წახვედი? დღემდე მხოლოდ ერთხელ მივადექი იმ კარს, რომელიც არ გამიღეს. ეს დედა ჩემის კარი იყო. აღარ მივადგები იმ კარს, რომელსაც არ გამიღებენ. კარგად იყავი. კარგი, გასაუბრებისთვის თარიღის შეტყობინებას ველოდები. კარგი, ნახვამდის. ვის ელაპარაკებოდი? ხომ გითხარით? სხვადასხვა ფირმაში რეზიუმეები დავაგზავნე მეთქი. ერთ-ერთი ფირმიდან დამირეგეს. გასაუბრებაზე დამიბარეს. ბოლოს და ბოლოს სოფლიდან ქალაქში გადავინაცვლებთ. ტვინში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს. მოსაბეზრებელია ნაკელის სუნი, ცხოველების ღარუნების ხმა. მე ძალიან მომწონს. აქაურობა შემიყვარდა. ბუნებაში ცხოვრებას რა სჯობს? თუ გინდა ორგანულ მეურნეობასაც მივდიოთ. მე ერთვით არ გაგიცივდეთ. გვეგონა რომ იმ კოშმარს თავს ვერასოდეს დავაღწევდით. ზაფერ ჰანიმი და გულჯემალიც ჩვენგან შორს არიან. მადლობა უფალს. სად მიდიხარ, შვილო? დევა, სად მიდიხარ? აქ ვისეძებ. როგორ მოგვაგენი? უნდა დაველაპარაკო. ჩემს ქალიშვილს შენთან სალაპარაკო არაფერი აქვს. წადი აქედან. თავი დაგვანებე. უნდა დაველაპარაკო. ღმერთო, ჩემო ადამიანის სიტყვაც არ ესმის. მე შემომხედე. მე. მამა, მე დაველაპარაკები. რა? დევა, მასთან სალაპარაკო რა გაქვს? შიგნით შედი და ახლავე მოვა. ჩემთან საუბარი გინდა? ხო, თუ დავილაპარაკებთ. ვერ დავილაპარაკებთ. ამის უფლება არ გაქვს. ვადა მოგეწურა. უფლება მაშინ დაკარგე, როცა ბოდიში არ მომიხადე. ახლა კი წადი. წადი. არ წავალ, სანამ არ დაგელაპარაკები. დიდხანს მოგიწევს ლოდინი. დაგელოდები. დრო მაქვს, არ მეჩქარება.
ჟანდარმერიას დაურეკავ. საჭირო არ არის წავა. არ წავა. წავა. დილამდე აქ ხომ არ იქნება. დარწმუნებული არ ვარ რომ წავა. ვრეკავ. მამა არ დარეკო. ავადმყოფია, შარში გავეხვებით. ბაღშემი განვაგრძოთ. თითქოს არც გვინახავს. მიირთვით. მადა აღარ მაქვს. მიირთვი, წვნიანი არ გაცივდეს. გემრიელესია, მიირთვი. მივირთმევ. ნედავ ჩემი ძმა სად არის? დევასთან წავიდა? არ ვიცი. ჩემს ძმას კარგად ვიცნობ. იქ თუ წავიდა? დევასთან ერთად დაბრუნდება. იმედია. ამჯერად იგივე აღარ განმეორდება. დევა ამ სახლში სხვაგვარად შემოვა. ჩემი ძმის თვალისჩინი იქნება. შესაძლოა ხელიც გისთხოვოს. მადლობას გიხდი, რაც ჩემი ძმისთვის გააკეთე. დიდი მადლობა. ასე შენი ძმის გამო არ მოგწეულ ვარ. შენ გამო მოვიკეცე. არ მინდა ინერვიულო და ისევ ავად გახდე. ყველაფერი დედა ჩემის ბრალია. მას აღარასდროს შევხვდები. გთხოვ. ასე აღარასოდეს მოიქცა. შესაძლებელი იყო რომ ბავშვისთვის ზიანი მიგეყენებინა, საკუთარი თავისთვისაც. ჩემთვის ტყუილი არასდროს გითქვამს. საიდან მოიტანე? ჩემი მართ ყოველთვის გულახდელი იყავი. მე ასეთი ვარ. იცი ტყუილის თქმა არ მეხერხება თანაც ჩემ მიმართ შენც ყოველთვის გულახდელი იყავი. შენი დამსახურებაა რომ შენი ერთგული ვარ. ასეთად შენ მაქციე. მეძინება. თუ შეიძლება შუქი ჩააქრე. დევა, ის კაცი კედელს ქვას რატომ ურტყამს? გავგიჟდები. გვეუბნება მეაქვარო. არ მიმიტოვები ხარო. პირველად როცა მის სახლში დავრჩი, მამამ მთელი ღამის განმავლობაში ქვას რკინას ურტყამდა. რა რომანტიკულია. შენ აქ დადნი არა? ცდები იფებ. არ დავდნი. ხო, დაგიჯერე. გარეთ გადიდე და ელაპარაკე, უთხარი წავიდეს. არა. დევა მალე გათენდება. გარეთ ყინავს. გაიყინება. ჩვენი დასამარხი გახდება. იმ ხეთს არაფერი მოუვა და იძინე. მომისმინე. თუ ახლავე არ წახვალ, პოლიციას დაურეკავ. დაურეკავ და რას ეთქვი? ეს ძალადობაა, სახლში შემოვარდნა დანაშაულია. ეგ ადგილიც მე მეკუთვნის. მანქანაში ჩაჯექი და აქედან წადი. ცალკე მამა აშარი, ცალკე ქალიშვილი. რა ჯიუტები არიან? უფალო გამაძლებინე.
ალო? ჩემს შესახებ ინფორმაციას იკვლევენ. ჩემს ბავშვობის წლებსაც კი შეისწავლიან. დედა ჩემსაც იპოვიან, რომელიც აქამდე მე ვერ ვიპოვე. ისევ წახწახებ, დამშვიდი, მოვაქვარებ მეთქი. ის გუშინ გულჯემალს მისამართი გადავეცი. ძალიან კარგი. დევას დააბრუნებს. დევა როგორ მოიქცა, აპატია? წუხელ მათთან დარჩა? დღეს სახლში ბრუნდება? იმიტომ დამირეკე, რომ ჩემთვის ამდენი კითხვა დაგესვა. გუშინ შენთვის რაღაც უნდა მეკითხა, ამიტომ გირეკავ. რა უნდა გეკითხა? გულჯემალთან რომ მივედი, იქ ვიღაც ქალი იყო საშუალო ასაკის. ლამაზი. ვინ არის? ო, არის ასეთი ქალი, გულჯემალი და გულენდამი დედას ეძახიან. გარა ჰქვია. გარა? ეს რა სახელია? მე რა ვიცი, მგონი ბოსნიელია. როგორი ქალია? ჩვეულებრივი ქალია, მართლაც ლამაზია, ჭრელი თვალები აქვს. ოჯახის წევრად თვლიან. ყველას ძალიან უყვარს. რატომ მეკითხები? არ მეტყვი? ემრულახს იბრაჰიმთან უნახავს ავადმყოფოში. ამიტომ მკითხულობ. რა უცნაურია. მამა იბრაჰიმთან რა უნდოდა? მე რა ვიცი, შენ უნდა გაარკვიო. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო. იმედია წარმატებული დღე გექნებათ. დასულა. Tabii ki gidecekti. რა თქმა უნდა წავიდოდა. შეგეხვეწებოდა? Koskoca canavar. ის ხომ მხეცია. მხეცი არ შეგეხვეწებოდა. ხომ ასეა? Kahvaltını getir. გაიღვიძე. Dur. მოგშივდა? საუზმეს მოგიდან. Gülcem. გულჯემალ, Acıktım. მოგშივდა? Acıktım. მოგშივდა არა? მოდი ჩემთან. Gel bakalım. მოდი. Yemeğimizi Cahme. yiyelim. რატომ არ ჯა? Yiyorsun, neyini ne? რატომ ჯიუდობ? გეფიცების საკვებს პატივს საერთოდ არსემ. მოდი აქ. Gel bakayım. ეს უკვე მეტისმეტია. Aç მშიერი დარჩები. Aferin Gülcemal. თხას ჩემი სახელი დაარქვი? არ წასულა. ვიცოდი რომ არ წავიდოდა. Sen İse bak, rādom xar. შენი საქციელი სამარცხვინოა. მართლა სამარცხვინოა. წამწამი მოგჯვრა. ისეთი გრძელია. წადი აქედან. 1000 ჯერ მაინც გითხარი და კიდევ გეტყვი. ნევა ნაკაშოღლუ. შეიძლება დაგელაპარაკო? შეიძლება? არ დაგელაპარაკები. მეც 1000 ჯერ გითხარი. არ დაგელაპარაკები. ახლაც ტყუილად მელოდები. წყობიდან ნუ გამომიყვან წადი. გმარა, რასაკეთებ? გამიშვი. წყობიდან შენ ნუ გამომიყვან. გულჯემალ დამსვი. უნდა მოგიტაცო. დამსვი როგორ იქცევი? რა ხდება? დამსვი. დევა. დაჯექი. დაჯექი. დება. გარი გააღე. Mısın kapıyı? გააღე გთხო. Şu kapıyı. გარი გააღე. ნუ ღელავ, ხვალ შენს ქალიშვილს მოგიყვან. ის ხუმრობა? როგორ იქცევა? გავგიჟდები. მართლა გავგიჟდები. დამშვიდი მამა სახლში შევიდეთ. დამშვიდი. Sakin ol sen, tamam mı? ძმო, დილით რომ თხოვე, მუნიციპალიტეტში წადი, მერთ ჩაქირის ქორწინების აქტის ჩანაწერის გამო, ეგ საქმე მოვაგვარე. რასაკეთებ? Ne yapıyorsun ya? ჩემს ქმარზე ინფორმაციას აგროვებ? Araştırıyorsun. შენმა ძმამ ბრძანა. შენ წუხდები, მაგრამ სახლში ჯაშუში ყავს. მერე? ჯაშუში მერთია? Şimdi o köstebek. შემდეგ ვისი ჯერია? Bana mı geliyor? ჩემი თუ ვისი? არ ვიცი გულენდამ, შენმა ძმამ ასე ისურვა. რას აპირებთ? Siz peki? თელი კარტოთეკა უნდა მოიძიოთ? ძალიან კარგი. იქნებ დედამისიც იპოვოთ.
კაც, რომელსაც ასე ენდობი, სწორედ იმ დღეს, როდესაც შენზე დაქორწინდა, ქორწილი ჰქონდა, სხვაზე ქორწინდებოდა. მაჩვენები ისე ქორწინდებოდა. ლამაზი გოგო ყოფილა. იცნო? არა, არ ვიცნობ. ვეფა, ამ სისულელეს წერტილი დაუსვი. დროა მერცენდოთ. ნუ თუ ვერ ხვდებით ჩვენთვის რამდენ რამეს აკეთებს. ღვთის გულისათვის მითხარი რას აკეთებს? ჩემი ძმისთვის დევას ადგილსამყოფელიც კი დაადგინა. შენმა ძმამ მისამართი ისედაც იცოდა. ჩვენის ვართ ვინც ვიღაცის ზურგს უგარ მოქმედებთ. სხვებს ვატყუებთ. ყველას ისევ ფეხმძიმედ ვგონი ვარ. გულენდა, დღეს ექიმთან წახვალთ. ექიმი იტყვის, რომ ფეხმძიმობა შეწყდა და ეს თემა ამით დაიხურება. რაღა გინდა? დღეს მერც სიმართლეს ვეტყვი. ვეტყვი, რომ თავიდანვე ვატყუებდი. ყველაფერს მოვუყვები. რადგან მერთი ამ ბოროტებას არ იმსახურებს. არც ასეთ მოყრობას. მართლაც უგემრიელესი ყოფილა. შეგერგოთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა არმაღან. იელდა, ცოტა ხნით მარტო დაგტოვე. რა თქმა უნდა. უნდა დაგელაპარაკო ემრულა. გისმენ არმაღან. დევა და იფექი ერთითვე არ მინახავს. მათ ვერ ვუკავშირდები, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. უკვე ვღელავ. ნუ ღელავთ, რადგან ვფიქრობ, რომ თავს კარგად გრძნობენ. შეგიძლია მათი ადგილსამყოფელი დაადგინო. რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ დედა თქვენს შევეკითხები. ისიც თუ თანახმა იქნება? ეს რომ დომოდა დედაჩემს თავად ვკითხავდი ამას, შენ გთხოვ. დედაჩემ არ უნდა გაიგოს. კარგი არმაღან ბეი. თქვენთვის მათ ადგილსამყოფელს დავადგენ. გმადლობ. მისაღებო ოთახში ვინ არის? სტამბოლიდან არის ფონდი ფაკას იურისტია. სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში დედაშენს ფინანსურად დაეხმარებიან. ეს ის პროექტია გულჯემალი დედაჩემის გაკოტრებას რომ ცდილობდა. ასე იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის გულჯემალს ეს გეგმაც წყალში ჩაუვარდა. გამოგიტყდებით, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ფონდის იურისტი ქალბატონია. ვიფიქრე პირადად ვუმაწბინძლებ მეთქი. რა თავაზიანი ხართ? თავაზიანი თქვენ ხართ. დიდი ქველმოქმედებაა წვლილი შეიტანოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ვაპირებთ სხვა მსგავსი პროექტის დაფინანსებასაც. ფონდის გამჭვირვალობის და კაპიტალის გათვალისწინებით ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. მხარდამჭერებში ვის გულისხმობთ? ჩვენ ფონდის სახელით თქვენთვის მხოლოდ 2 მილიონს არ უზრუნველყოფთ. ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერა უზრუნველყოთ. თქვენთვის ახალ ინვესტორს მოვიზიდებთ. ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხართ. მე მხოლოდ შუამავალი ვარ, მაგრამ ჩვენი ფონდის თავმჯდომარე ნამდვილად უფრთო ანგელოზია. მზად არის დააფინანსოს ყველა პროექტი, რომელიც ქალებს და ბავშვებს ეხებათ. თქვენი პროექტი შეისწავლა და ძალიან მოეწონა. იმედია პირადად გავიცნობ, რატომაც არა. ამას შემოგთავაზებთ, გასინჯეთ. უგემრიელესია. გმადლობთ. წამოდი. აქ რატომ მოვედით? მოითმინე. კარგი. შეგიძლია მითხრათ, თუ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი. იცი, ძალიან მოუთმენელი ადამიანი ხარ. გმადლობ ამ აღმოჩენისთვის. როგორც ჩანს, საუბარს არ აპირებ. მე მივდივარ. არა, ვერ წახვალ. ჯემალ ბეი, ეს თქვენი სახლი არ არის. თქვენ წინაშე ის დევა აღარ დგას. სადაც მინდა იქ წავალ. ვერავინ შემაჩერებს. მე შეგაჩერებ.
აკაურობა მე მეკუთვნის, ეს ჩემი მამულია. ჩემი ნებართვის გარეშე ვერც გახვალ და ვერ ჩემოხვალ. დროა ისწავლო. ცა შეხედე. ფრანები ისევ ჰაერშია. მინდოდა დაგენახა. ეს ულამაზესი ადგილია. გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, სიმშვიდე, სიწყნარია. ამ მამულში ულამაზესი ცხოველები ყავს. შეჩერდიდება. ღრმად ჩაისუნთქე. გაზაფხულის სურნელი შეიგრძენი. ჩათვალე, რომ აქ განტვირთვის მიზნით მოხვედი. თითქოს მე საერთოდ არ მიცნობ. მე შენ გიცნობ. არ მიცნობ. თუნებას დამთავ გამიცნობ. არ მომეც იმის საშუალება, რომ თავი გაგაცნო. ამის უფლება აღარ გაქვს. მომისმინე. ის არის მესროლე. ტბასთან რომ მოვედი, ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. სილა გამაწანი, სახლი გადამიწვი. მესროლე. მაგრამ მე მხოლოდ შენს გაცნობას ვცდილობდი. რომ გაგეცნე, ბრალს ჯაშუშობაში არ დამდებდი. თავი დაადე და წახვედიდება. თანაც სწორედ მაშინ, როდესაც გენდობოდი, მაგრამ ტელეფონის ერთ ზარზე მოვედი. ერთ ზარზე. შენ სიგეთეს მაყვედრებ? არა. ზოგადად ჩემი საქციელის გამეორება არ მჩვევია. მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ სწორად გამიგო. ჩემი ხათრი თუ არ გაქვს მიწიდან ამოყვანის დროს მზის სინათლე რომ დაინახე, იმ მზის სხივის ხათრით მაინც ერთი დღე ჩემს გვერდით გაატარე. ნუ თუ ასეთი რთულია. მხოლოდ ერთი დღე. მაგრამ ახლა მამა ჩემს ვურეკავთ და ვეუბნებით, რომ ჩემზე არ იდარდოს. შევთანხმდით. მომავალ შეხვედრამდე მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. ქალბატონო, სოფლიდან დამირეკეს. გულჯემალს დევა გაუტაცია. გეფიცები, ასტროლოგიური კვლევა უნდა ჩავატარებინო. უეჭველად ერთი პლანეტა დაგვაკლდა. შეუძლებელია ყველაფერი პოზიტიურად წარიმართოს. და ჯექი. იმრულა. იცი რას ვფიქრობ? ამ ტენდერში არმაღანმას ჩვენთან ერთად იმუშაოს. კარგი აზრია, თანაც არმაღანმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. მართალია. თანაც ძალიან ჭკვიანია, ამ საქმეს სიულად გაუძღვება. ამით დაიწყოს, რადგან მომავალში ყველაფერი მან უნდა გადაიპაროს. მართალია. უთხარი ყავა მომიდუღონ. ახლავე. ინებე, ბევრი წყალი უნდა დალიო. ქურთუკი მე მომეცი. მერტ, რაღაც უნდა გითხრა. გისმენ გულენდამ. გისმენ. დღემდე ჩემი მართ ყოველთვის გულახდილი იყავი. ტყუილი არ გითქვამს. გამაგებინე, რა ხდება გულენდამ? მე გულენდამ ხანიმ. თქვენი რიგია, იქ მიგელოდებათ. შემდეგ დაველაპარაკოთ. წამოდი, ექი მიგველოდება. ჭიქას გამოგართმევ. წამოდი. ულამაზესია. ის ჩემპიონია. 8 ჯერ გახდა ჩემპიონი. ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ცხენია. 1 წლიდან ჩემთან არის. ანუ შენი ცხენია? ხო. ამ მამულში სხვა ცხენების მსგავსად ჩემია. გინდა დაჯდე? არ ვიცი, არასდროს მჯდარ ვარ. შემეშინდება. საშიში არაფერია, მე დაგეხმარები. მოდი.
აქეთ მოდი. როგორ დავჭდე? ფეხი ჩემს ხელს დაადგი. უნაგირს დაეყრდენი და დაჯექი. კარგი? მიდი. აი ასე. ასე? ფეხი გაუყარე. ქუსლი ქვემოთ გქონდეს. აღვირსხელი მოკიდე. ძალიან არ მოკაჩო. არც ძალიან თავისუფლად გქონდეს. ასე? კარგია. ცხენი შეიგრძენი. თითქოს მისი ნაწილი ხარ. წამოდი. ცხენის ნაბიჯები შეიგრძენი თითქოს ერთი ორგანიზმი ხართ. რა სასიამოვნო პროცესია. სულ ეს არის. რა კარგია. ხომ გითხარი ადვილია მეთქი? ხომ არა უჩქარე? Anlıyor musun biraz? შეგეშინდა? არ მეშინია. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად მიდიხარ. როგორი ყოფილა? მართლაც სასიამოვნო განცდა ყოფილა. კარგია. ჩვენ ხომ გამოუცდელები ვართ. ბავშვს ვერ დავინახავთ, ხომ ასეა? ნაყოფი ეს არის? მგონი მამა ზედმეტად ხელავს. დიახ, ვღელავ. ამას წინათაც ვერ დავინახეთ არა და როგორ მინდოდა რომ დამენახა. ექიმო, გთხოვთ უფლება მომეცით რომ ჩემს მეუღლეს დაველაპარაკო. ამ წუთას ნაყოფს ვხედავ. სად? ექიმო, მინდა რომ სიმართლე გულენდან ხანიმ ნაყოფს ვხედავ. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ. მერტ ბეინახეთ. აი აქ არის. რა პატარაა. ამ აპარატის საშუალებით გულისცემას მოვისმენთ არა? ჯერ ადრეა მერტ ბეი. მერტ ბეი ცოტა ხნით გარეთ გაბრძანდით. გულენდამ ხანიმი უნდა გავსინჯო. მოდის გიხდით. ასე რატომ მოიქეცით? უნდა გითქვათ, რომ ფეხმძიმობა შეწყდა. უნდა მეთქვა, მაგრამ ფეხმძიმედ ხართ. როგორ? მუცლის მოშლის შემდეგ ფეხმძიმე დარჩენის ალბათობა დიდია. დარჩენილ ხართ, გილოცავთ. 6 კვირის ფეხმძიმე ხართ. როგორ? ეს შესაძლებელია? ხო, შესაძლებელია. თანაც ნაყოფი ჯამრთელია. უფალმა ნატრო ამისრულა. ეს სასწაულია. ნუ თუ ეს რეალობაა. რეალობაა. მოდი. რამე ცუდი გითხრა? არა, არა. ბავშვი კარგად არის. რატომ დირი? ბედნიერებისგან. წავიდეთ? წავიდეთ, ოღონდ ჯერ ხომ ჩემთვის რაღაც უნდა გეთქვა. პირველად უნდა მეთქვა, რა ძლიერ მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. წავიდეთ. ძმაო, ვეფა. ტელეფონი მოგიტანე. ბლოკი მოხსნა? ამბობს მოხსენიო, რაღაც ინფორმაცია წაშლილა. თავად ნახავ თუ რისი გადარჩენა შეძლო. კარგი, კართან დადექი. სულ ცარიელი ყოფილა, სულ ტყუილად იწვალეს.
რა ტიპია? Sevdiğim. ეს ხომდება. ერთხელ ჩემთვის ცხენს აუცილებლად ვიყიდი. მართლა? ხო, შეიძლება ცოტა სიჩქარის მოვუმატო. აღვერი მომეცით. ბატონო? არა, ძალიან გამოსვლელი ხარ დღეისთვის საკმარისია. კარგი მუზაფერ. ფრთხილად ჩამოდი. ფეხი გაითავისუფლე და ნელ-ნელა ინერციით გადმოდი. Kaykılacaksın. Hadi. მოდი. Evet. სულ ეს იყო. İşte bu kadar. ოჩახ. ცხენი ჯირითი შემიძლია. İlk binen bir პირველ ჯერზე საკმაოდ კარგი იყო. იცოდე დღეს შენი საწოლი შეგიყვარდება. ერდემ. დევაჰანიმს თავისი ოთახი აჩვენე. რა ოთახი? 1 საათის შემდეგ ვახშამი უნდა მივირთვათ. შენთვის ოთახი მომამზადებინე. ყველაფერი მზად არის, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით? ბრძანებების გაცემა ოთახის მომზადება. კიდევ? საღამოს ვახშამზე შევხვდებით. სამოგზანდით ოთახს გაჩვენებთ. Tabii lütfen. Gösterin tabii. თუ არ შეწუხდებით, მაჩვენეთ. Nasıl ნუ თუ ეს შესაძლებელია. ეს როგორ მოხდა? დაფიქრდი, ყველაფერი დეტალურად გაიხსენე. გაიხსენე. მერტ, Patron. უფროსო არ ამგონია რომ ის გოგო მოვიდეს, ქორწილი ჰქონია. Düğünü ამ საღამოს ქორწინდება. ვიზე ქორწინდება? არ ვიცი. Bilmiyorum. თუმცა თუ გინდა ახლავე გავარკვევ. Lüzum yok. არ არის საჭირო. ნუ გაიგებ. Nasıl? ეს როგორ? Buyurun. ეს უკვე მეტისმეტია. Yok artık. ეს უკვე მეტისმეტია. გულენდამ. მერტ. ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. როგორ ვერ დავინახეთ? ჯანდაბა. Gülen გულენდამ? ხომ კარგად ხარ? Gel. მოდი ერთ დაჯექი. Gel otur şöyle. ყველაფერი მოუყევი და დაჯექი. Sen her ყველაფერი მოუყევი და ისიც წავიდა არა? gider tabii. რა თქმა უნდა წავიდა. Gülen'den გულენდამ რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ მშვიდად იყავი, გესმის? Ama sakin ol, დამშვიდდი tamam და mı? Sakin ol. დამშვიდდი. Bak bu Mert. მერთი ფეხმძიმედ ვარ, ვეფა. ფეხმძიმედ ვარ. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილვარ. Çok mutluyum ben.
შეყვარებული ვარ. Seviyorum. მიყვარს. მალე შვილი მეყოლება. ოჯახი მეყოლება. ნამდვილი ოჯახი. არც დედა ჩემივით ვიცხოვრებ და არც მამა ჩემივით. ჩემი შვილი ბედნიერ ოჯახში გაიზრდება. დაფიქრდი რა ბედნიერებაა, ვეფა. მოხარული ვარ. მადლობას გიხდი. ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი. მართლა, ჩემთვის რამე უნდა გეთქვა? ისე შემოხვედი მეგონა რომ სიმართლე უთხარი. არა, არაფერი მithქვამს. თვითონ სად არის? ექიმის შემდეგ თავის დაცვის ქვეშ მყოფს უნდა შეხვედროდა.